სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა ამინ. ჩვენთან არის ღმერთი. დიდება და მადლობა ღმერთს დღევანდელი წირვისათვის. ყველას მოგილოცავთ ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღესასწაულს და შეგვეწიოს ამ დღის მადლი და ყოვლა წმინდა ღვთისმშობლის მეოხება ღვთის წინაშე. თქვენ იცით, რომ მის მშობლებს წმინდა იოაკიმეს და წმინდა ანას დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ყავდათ. და ძველი აღთქმის პერიოდში ასეთი წარმოდგენა ჰქონდათ, რომ ვისაც შვილი არ ყავდა, ეთყობა ღმერთმა რაღაცის გამო დასაჯა ისინი უშვილობით. დღეს თავისთავად ცხადია, ასე არ ვფიქრობ და მაშინაც ესე იგი არაერთი ოჯახი იყო, რომ სათნოთ და ღვთისმოშიშებით ცხოვრობდა, მაგრამ დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ყავდათ. მაგალითად, აბრაამს და სარას, ესე იგი, აბრაამი 100 წლისა იყო, სარა 90 წლის, ისააკი რომ შეეძინათ. ზაქარიას და ელისაბედსაც მოხუცებულობაში შეეძინათ შვილი. იოაკიმეს და ანასაც ხანში შესულებს, ესე რომ ვთქვათ. და ისინი ერთი მხრივ უშვილობით იყვნენ დამწუხრებული და მეორე მხრივ კიდე აი ასეთ ამგვარი წარმოდგენით, თუმცა ისინი უბიწო ცხოვრობდნენ ღვთის წინაშე. და წმინდა ანა ასევე იყო ძველ აღთქმაში ასეთი ცნობილი ოჯახი იყო, ესე იგი ელკანა და ანა. აი წმინდა სამოელ წინასწარმეტყველის მშობლები იყვნენ ისინი, მათაც დიდი ხნის განმავლობაში შვილი არ ყავდათ, თუმცა ისინიც უბიწოდ ცხოვრობდნენ. და აღუთქვა წმინდა ანამ ღმერთს, რომ შვილი თუ ეყოლებოდა, მას შეწირავდა. და მართლაც, როდესაც ქალწული მარიამი ღრმობის ასაკში 3 წლისა იყო, ის მიიყვანეს ტაძარში და იქ დახვდა მღვდელმთავარი და გარეგნული ნიშნითაც საოცარ რაღაცებს აღწერს მისი ცხოვრება, რომ ესე იგი იქ იყო მრავალსაფეხურიანი კიბე, რომელიც ტაძარში ადიოდა და შეუძლებელია, რომ აი ამ ხნის ბავშვს ასე აიარა ეს კიბეები, იმდენად მაღალი იყო. და ის ამ კიბეებზე ადის. შეუძლებელი იყო, რომ წმინდათა წმინდაში, რასაც დღეს საკურთხეველი განასახიერებს, საკურთხევლის ანალოგია ძველი აღთქმის ტაძრისა და რაც სასუფეველს განასახიერებს, აი ამ წმინდათა წმინდაში მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, ისიც მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავარი წელიწადში ერთხელ შედიოდა მსხვერპლის შესაწირად და როგორც არის ცნობილი, იქ წარმოთქვამდა საბაოთ უფლის სახელს, აი იმდენად აი მოკრძალება ჰქონდათ ღვთის სახელის მიმართ. აი დღეს ხო სამწუხაროდ ხდება, რომ შეიძლება ვიღაცამ სახუმაროთაც გამოიყენოს ამაოდ საუბარში. ახლა თუ საჭიროა და უნდა ახსენო, უნდა თქვა, მაგრამ აი ამ ყველაფერი სიწმინდის მიმართ ადამიანს ძალიან დიდი მოკრძალება მართავს. ისე არა, რომ რაღაცა შეეჩვიო, გაუთამამდე, შეიძლება რომ გაუთამამდე, ესე იგი. აი ამ წმინდათა წმინდაში, სადაც მხოლოდ და მხოლოდ მღვდელმთავარი შედიოდა ღვთისგანგებით, ქალწული მარიამის შეყვანილ იქნა. და აი ამითიც გამოჩნდა სხვათა წინაშეც, რომ რაღაც უჩვეულო მოვლენასთან ჰქონდათ საქმე, ესე იგი. დატოვეს ქალწული მარიამი ტაძარში და იქ იყო ტაძართან არსებული სულიერი სასწავლებელი, სადაც ქალწულები იზრდებოდნენ და იქ ცხოვრობდნენ. 14 წლამდე იქ ცხოვრობდა, მთელი 11 წლის განმავლობაში, წარმოიდგინეთ. შემდეგ უკვე აღარ შეიძლებოდა ქალწულების იქ გაჩერება და ამიტომ მოხუცებულ იოსებს ჩააბარეს საპატრონოდ ქალწული მარიამი. წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი, როდესაც ამის შესახებ საუბრობს იმასაც, რომ ტაძრებთან არსებობდა ესეთი სასწავლებელი, სადაც ადამიანები თავის შვილებს აბარებდნენ და ცხოვრობდნენ. დღეს ეხლა ესე არ არის საქმე, რომ აქ იზრდებოდნენ ბავშვები, აქ რჩებოდნენ, მაგრამ
ცნობილია, რომ სამრევლო სკოლები ყოველთვის არსებობდა. ახლა ჩვენს ქვეყანაში სამწუხაროდ დიდი ხნის განმავლობაში ეს ათეისტური პერიოდის დროს, რა თქმა უნდა, ესეთი რამე შეუძლებელია რომ ყოფილიყო. მაგრამ გამოვედით რა იმ პერიოდიდან ახლა ნელ-ნელა ფეხს იკიდებს და ნელ-ნელა შენდება, ნელ-ნელა ფუძნდება სამრევლო სკოლები, ისე როგორც ერთ-ერთი ჩვენიც და აი ამ სამრევლო სკოლების მთავარი ღირსება ის არის, რომ აქ ადამიანები სწავლობენ ღვთის შესახებ, სწავლობენ ლოცვას, სწავლობენ ხელსაქმეს, სწავლობენ თავისი სამშობლოს შესახებ, ესე იგი და ანუ სულიერსაც სწავლობენ და ხორციელსაც სწავლობენ. ყველაფერი ის სახელობო თუ ესე იგი ხელოვნების წრეები, რაც შეიძლება იყოს, ყველაფერი ამსახურება იმას, რომ ადამიანი სულიერადაც და ხორციელადაც ჯანმრთელი იყოს. და ამაში მშობელმაც უნდა შეუწყოს ხელი. მშობელმა ხელი შეუწყოს იმითაც, რომ აი სწორი არჩევანი გააკეთებინოს თავის შვილს. ახლა არიან ისეთი ბავშვები, რომლებმაც თვითონ მოიწადინეს, რომ მოსულიყვნენ და მშობლებს თვითონ ესე იგი სთხოვდნენ, რომ მივიყვანე, წავიყვანე. მაგრამ არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებსაც შეიძლება არ უნდოდა თავდაპირველად, მაგრამ მშობელმა მოიყვანა, ერთხელ მოიყვანა, ორჯერ, სამჯერ. მერე ამ ბავშვებს რაღაცნაირად ხალისი გაუჩნდა. ეს უკვე მშობლის დამსახურებაც არის. არიან მშობლები, რომლებიც აი მაგალითად თუნდაც დღევანდელ დღეს დასკდებიან სახლში, ან წუხელ გააკეთებდნენ ამას, ან დღეს გააკეთებენ, ან წაუკითხავენ, ან მოუყვებიან, რას ნიშნავს ყოლაწმინდა ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანება. ხო, აი ამას ეტყვიან. რომელიმე წმინდანის ხსენებაა, ეტყვიან აი ამ წმინდანის შესახებ მოუყვებიან, თუ არ იციან, წაიკითხავენ, ან წაუკითხავენ და ესე გაუხსნიან, ან თვითონ წაიკითხავენ და მერე მოუყვებიან. და ესე იგი, როდესაც მშობელი ამას აკეთებს, ეს ნიშნავს, რომ თავისი შვილის სულში თესავს მარცვლებს, ღვთის სიტყვის მარცვლებს თესავს და თუ არ დათესავ, რა უნდა ამოვიდეს, რა უნდა გაღვიდეს, რა ნაყოფი უნდა იყოს მაშინ, თუ არ დათესავს ადამიანი. ჩვენ აი რაღაცნაირად იმდენად ვართ ხორციელად, ესე იგი ხორციელში ჩაფლულები, რომ ძალიან და ვფიქრობთ, რომ ცოტა დრო გრჩება, დრო არ აგვაქვს, ესე იგი იმისათვის, რომ სულიერი ვაკეთოთ. და ჩვენ იმასაც ხედავთ, რომ მხოლოდ ის ხორციელი ადამიანს არ აძლევს იმას, რაც უნდა ჰქონდეს, რაც მას სიკეთეს მოუტანს საბოლოო ჯამში. აი თუნდაც ახლა დღევანდელი დღე, საუფლო დღესასწაული სულ არის 12. 12 ხო არა, 12. ახლა მაგალითად ჯარი წერია ყველას, მაგრამ ავადმყოფობის გამო, ან იმის გამო, რომ სადღაც გვინდოდა უბრალოდ შვილი წაგვეყვანა, 12 ჯერ წელიწადში სკოლა არ გაუწდენია, ხო გაუწდენია. და ის 12 დღე რომ ღმერთ შეწიროს კაცმა მთელ წელიწადში, რომ თქვას, რომ მოდი შვილო, დღეს გავანებოთ იმ სკოლას იმ წრეებს თავი და აი ეს არის მთავარი. ამითიც უჩვენებდა რა არის სწორი. ერთხელ რომ იზავდა, ორჯერ იზავდა, სამჯერ. აი რა უკვე ბავშვიც მიხვდებოდა, აი თურმე დღეს ეს არის მთავარი. და აქცენტს გააკეთებდა თვითონაც სხვა შემთხვევებში ჩვენგან დამოუკიდებლად შემდეგ სულიერზე და არა ხორციელზე. მაგრამ იქ სადაც დედა თუ მამა ვერ ეტყვის, რომ შვილო მოდი დღეს ტაძარში წავიდეთ, იმიტომ რომ იქ რაღაცა წრე გაქვთ. აი მე ვეუბნები ხოლმე, ესე იგი აი მაგალითად სხვადასხვა წრეები რო აქვთ, რეპეტიტორები იქნებიან თუ ხელოვნების მასწავლებლები. აი არ უნდა დაიგეგმოს ის მეცადინეობები წირვა-ლოცვის ხარჯზე. წირვა-ლოცვის ხარჯზე და დაგეგმო მეცადინეობა ნიშნავს, რომ ჩვენ ჩავდგეთ ღმერთსა და იმ ბავშვებს შორის, რომლებიც ორჭოფობენ. ვინც მტკიცია და იცის, რომ დილით ახლა წირვის დროს არც სიმღერაზე არ უნდა წავიდეს და არც ცეკვაზე. ანდრია, სადა გონია შენ? დადეგს ხელს.
არც სიმღერაზე და არანაირ წრეზე, იმიტომ რომ მან იცის რომ ეხლა წირვაა და ეს არის მთავარი, მაგრამ ვიღაცა ხო არ ჭოფობს, ვიღაცა მერყევია. აი ისინი ირჩევენ იმას. ხშირ შემთხვევაში, იმიტომ რომ ხორცი უძლურია, სული გულმოდგინეა, უფალეობის ხორცი უძლურია. ჩვენ გეკაჩება იმ ხორციელისგან და ჩვენც ვაკეთებთ რაღაცას. ამიტომ აი ერთი მხრივ მშობელი უნდა იყოს მაგალითის მიმცემი და როგორც წმინდა სერაფიმ საროველი ამბობს, იცხოვნეო შენი თავიო და შენს გარშემო ათასები ცხონდებიან. ადამიანი თუ არის ესეთი გულმხურვალე მშობელი, მერე შვილზეც აუცილებლად იმოქმედებს ეგ. მაგრამ შვილი თუ ვერ ხედავს მშობლის გულმოდგინებას, გულმხურვალებას, სწორ მშობლის მიერ სულიერისკენ გაკეთებულ არჩევანს, მაშინ შვილიც მას ბაძავს, რასაც მშობელი აკეთებს. მაგრამ შედეგებს კიდევ ორივე იმკის მერე. შედეგები აწუხებს ხშირ შემთხვევაში ადამიანს, მაგრამ მაინც არ უნდა რაღაცა შეცვალოს. აი მაგალითად, ესე იგი, გართულებული შედეგების შედეგად არის რომ მშობელი მოდის თავის შვილს მოიყვანს, უნდა რომ შვილმა იაროს, რომ აქ დაარიგოს ვიღაცამ, რომ მანაც დაუჯეროს. მაგრამ მშობელს ოდესაც ეუბნები, რომ თავად უნდა ჩაუდგეს შვილს სათავეში და თვითონ მოვიდეს, რომ შვილიც მოიყვანოს, იმას არ სცალი. არ უნდა სხვა რაღაცა საქმე აქვს. თუ შვილზე უფრო მეტი მნიშვნელოვანი საქმე აქვს სადმე, კი, მაგრამ აქვს ადამიანს ამაზე მნიშვნელოვანი საქმე? არა აქვს. თან ამავე დროს ეს შვილიც მარტო ჩვენი ხო არ არის. აი ერთი მხრივ მე ძალიან ხშირად მეფიქრება ხოლმე, რომ წარმოიდგინეთ ახლა, აი შვილი რო ავათარი, ხო როგორ წუხს მშობელი. და ახლა ჩვენ იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ ჩვენი შვილი ღვთის წინაშე უნდა წარდგეს მთელი თავისი ცხოვრებით და ის ან მარადიულ სიხარულს მოიპოვებს და ან მარადიულ მწუხარებას და რომელ მშობელს შეუძლია წარმოიდგინოს, რომ შვილი მარადიულად იტანჯებოდეს და ამას ადვილად წარმოიდგენს და ადვილად შეეგუება იმ რეალობას, რომ ჩემი შვილი შეიძლება ესე მთელი მარადიულად იტანჯებოდეს და ადვილად შეეგუება. და თუ არ შეეგუება, აქვე უნდა რაღაცა იზრუნოს, რომ ასწავლოს, რითი გადაურჩეს იმას. მეორე კიდე ეს მარტო ჩვენი შვილი ხო არ არის, როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ამბობს, შვილი ანაბარია, ღმერთმა ჩაგაბარა. აი როგორც ტალანტები რო ჩააბარა, ვიღაცას 5, ვიღაცას 2, ვიღაცას 1. და ღმერთი მოითხოვს იმისგან, აბა როგორ იზრუნე ამაზე. როგორ დაუბრუნებ ღმერთს. იმიტომ რომ ღმერთმა კი არ გვაჩუქა შვილი, ღმერთმა ჩვენ მოგვაბარა, თავისი შვილები მოგვაბარა ჩვენ. კი, ადამიანურად ამას ჩვენ შვილებსაც უწოდებთ, მაგრამ ის პირველ რიგში ღვთისაა და მერეა ჩვენ. და ჩვენ ღვთის წინაშე ამის გამოც ვაგებთ პასუხს. ადამიანი, რომელსაც შვილები არ ყავს, ის თავის გამო აგებს პასუხს, მაგრამ ვისაც შვილები ყავს, ის უკვე შვილების გამოც აგებს პასუხს. შვილების ქცევის გამოც აგებს პასუხს. როგორ არიგებდა ამა თუ იმ ქცევის გამო. მაგალითად, ძველ აღთქმაში იყო ასეთი მღვდელმთავარი, წმინდა კაცი იყო, ელი მღვდელმთავარი. მაგრამ შვილები, ოფნი და ფინეზი, უღირსად იქცეოდნენ. და აი ამ შვილების უღირს აქციას რო ხედავდა, ძალიან რბილად აძლევდა შენიშვნას და მას უფრო ან წმინდა წერილი ასე წარმოაჩენს, რომ მას უფრო სხვა გვარად უნდა ემოქმედა. ეგ არ იყო საკმარის რაც საკეთებდა. ამიტომ ამ შვილების გამო თვითონაც მრავალი ტანჯვა განიცადა. საშინელი სიკვდილი ჯერ შვილებისაც, რომ მერე მისიც, რომ გაიგო შვილების ამბავი. სავარძელში ის და გადავარდა, ხერხემალი გადაიმტვრია. და შეიძლება ადამიანი თავად მოწესრიგებული იყოს, მაგრამ თუ იმაზე არ ზრუნავს, რომ შვილი ზნეობრივად სწორად გამდეს ნაბიჯებს, არა? ეგეც არ ვარ უკვე. და ამასთან ერთად კიდე ჩვენ, ესე იგი, მოვალენი ვართ
არა მარტო ღვთის წინაშე, არამედ ჩვენი წინაპრების წინაშეც, რომლებმაც ოფლითაც, ცრემლითაც, სისხლითაც ის რწმენა და სიყვარული სამშობლოში ჩვენამდე მოიტანეს და ეხლა ჩვენ ვართ ის, ვინც უნდა გადავცეთ მომავალ თაობას. აი როგორც მშობლის წინაშე ვერ გადაიხდის საბოლოო ჯამში მადლი ამაქვს ვერ გადაიხდის შვილი და აი ამ ამაქვს და გადაიხდის შვილებზე ზრუნვაში, ასევე ჩვენი წინაპრების მიმართ ვერ გადავიხდით იმ ამაგის გამო რაც მათ აქვთ. როგორც წმინდა წერილში წერია, რა მივაგო უფალსა ყოვლისათვის, რომელი ესე მომაგონე, ანუ რა მივცე უფალს იმის სანაცვლოდ, რასაც უფალი მე მაძლევს და რა მივცე ჩვენ წინაპრებს, რითი დაუბრუნოთ ის სიყვარული მადლიერება იმის გამო, რაც ჩვენამდე მოიტანეს. და ალბათ იმით, რითაც შვილი უბრუნებს მშობელს, ზრუნავს თავის შვილებს, რომ სწორად აღზარდოს. და დღეს ესე იგი აი ამ სამრევლო სკოლების სიმრავლე ჩვენს ახალგაზრდობას ძალიან გააჯანსაღებს სულიერათაც და ხორციელათაც. ამიტომ აი ვისაც შეუძლია, სადაც შეუძლია რომ ეს გაკეთდეს, იქ ყველა თავის ადგილობრივ მოძღვარს უნდა გვერდში დაუდგეს, რომ გაკეთდეს ეს. შვილებმა ზოგჯერ არ იციან რომ ეს უნდათ, მაგრამ მშობელმა უნდა მოანდომოს ესეც, რომ ეს საჭიროა. აღმოჩნდება რომ მართლაც საჭიროა. თორე ადამიანმა შეიძლება ყველაფერი შეისწავლოს, მაგრამ ბოლოს დარჩეს რომ თავარი არ იცოდა. აი ადრეს გითხარით, ერთ-ერთი ქალბატონი შეწუხებული მივიდა პატრიარქთან და თავისი შვილის არასწორი საქციელების გამო წუხდა, რომ როგორც ჩანს ამ შვილმა სახლიდან გამოუშვა. და ესეთი არაერთი შემთხვევაა სამწუხაროდ. და წუხდა და ამბობდა, რომ მე ყველაფერი გაუკეთეო ჩემ შვილს. ყველაფერი მივეციო და პატრიარქს უკითხავს, რომ რწმენა თუ ასწავლეო. და აღმოჩნდა, რომ მას ამ საქმეში არაფერი არ გაუკეთებია. და ის დანარჩენი ყველაფერი აღმოჩნდა, რომ არ იყო ყველაფერი. შეიძლება არც არაფერი არ იყო აი ამ თავრის გარეშე. აი დღევანდელ სახარებაში რო იყო მარიამი დაჯდა მაცხოვრის ფეხებთან და უსმენდა და მართას, რომელიც უფალს საყვედურობს, რომ უფალო არ ზრუნავ, რომ ჩემმა და მარტო დამტოვავ, ეუბნება უფალი, რომ მარიამმა კეთილი ნაწილი გამოირჩია. ანუ ეს სწორია, რაც მან გააკეთა, რომ ზის და უფალს უსმენს. შენ კი ფუსფუსებ რაღაცას აკეთებ. არც ის არის საძრახისი და ისიც კარგი საქმეა. ანუ უფალმა რა უთხრა, რასაც შენ აკეთებ, ცუდიაო, კი არ უთხრავს. მაგრამ მარიამმა უკეთესი გამოირჩია, რომელიც არ წაერთმევა. და ჩვენ უნდა ვასწავლოთ ჩვენ შვილებს, ჩვენივე მაგალითით, რომ გამოირჩიოს უკეთესი. რაც თავარია, ის აირჩიოს. და მერე დანარჩენიც მიეცემა, როგორც უფალი ამბობს. პირველად სასუფეველი და მისი სიმართლე ეძებეთ და დანარჩენი ყოველივე მოგეცემა თქვენ. და ჩვენ თუ ვასწავლით, რომ გამოირჩიოს უკეთესი, ჩვენ დავინახავთ, რომ უკეთესიც ექნება და ისიც მიეცემა დანარჩენი და არ დატოვებს ღმერთი. ღმერთმა მრავალს დაგასწრო, დალოცვილი და გახარებულები ყოფილიყავით. ჩვენთან არის ღმერთი.